წუთებში მესამეს ხტომათა დარბაზში, სადაც უკვე მეორე საათია მიმდინარეობს, ხუთი დაკავებული სისხლის სამართლის საქმეზე მსჯელობა საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ადვოკატები. ადვოკატები ერთი მეორის მიყოლებით ამბობენ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც გაამყარებს იმ პოზიციას, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს. ყოველ შემთხვევაში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ეს არის ყველაზე მძიმე მუხლი, რომელიც 9 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს და სწორედ ამასთან დაკავშირებით აპელირებენ ისინი და ასევე აკეთებენ შეფასებებს იმაზე, რომ ერთადერთი, რასაც 4 ოქტომბრის დიდი მასშტაბური შეკრება ემსახურებოდა, ეს იყო საქართველოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება და შესაბამისად აბსურდია იმაზე საუბარი, რომ გადატრიალება, რომელიც იგეგმებოდა პროკურატურის და გამოძიების ვერსიით, ეს იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედება. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დღეს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული მამაკაცები, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის მნიშვნელოვანი იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რა იგეგმებოდა აქციაზე, როგორ განვითარდა მოვლენები, ჰქონდა თუ არა ადგილს ღალატს, ჰქონდა თუ არა ადგილი, რადგან დღეს ამაზე მინიშნებები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემაც გააკეთა. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ნახევარი სიმართლე არ არის საკმარისი და მაშინ როდესაც მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე პირველებთან საუბარში აღნიშნა, რომ კონკრეტულ პირებს არ უნდა ენდონ, მათთვისაც რესურსები აქვს. ეს იყო მინიშნება და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ზოდელავამ და სხვა განსასჯელის სკამზე მყოფმა პირებმაც სრული სიმართლე თქვან იმასთან დაკავშირებით, რეალურად რა მოხდა და ვისი დანაშაული თუ გადაცდომა იკვეთება. მე იმედი მაქვს, რომ მურთაზ ზოდელავა თუ სხვა დაკავებულები მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, იმიტომ რომ როდესაც ებრძვი რუსეთს, FSB-ს და მის მიერ მართულ რუსული ტიპის დიქტატურას ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ ასეთ რეჟიმს, ამიტომ დღეს როგორც არასდროს აუცილებელია სიმართლე პოლიტიკაში გამარჯვებისთვის. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახლა რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა რთულია და ყველა შევდივართ ერთმანეთის მდგომარეობაში, მაგრამ აუცილებელია სიმართლის თქმა და იმედი მაქვს, რომ მეც გავიგებთ მათ შორის იმ მინიშნებებთან დაკავშირებით, რომელიც მათგან მოვისმინეთ სუსის ჩარევასთან დაკავშირებით. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობა? ვერ გეტყვენ, დიდი სიფრთხილით და სიბრძნით უნდა ვიმოქმედოთ, რომ არც ერთმა ჩვენმა სიტყვამ არ დაასხას წყალი ივანიშვილის წისქვილზე. მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს მას შემდეგ, რაც ადვოკატების ნაწილმა მხოლოდ ახლა პროცესის მიმდინარეობის დროს გაიგო ის, რომ ნელა მარიდაშვილი 2017-დან 2023 წლის ჩათვლით ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატი იყო საგარეჯოში. სწორედ ამის შემდეგ ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ პროცესს, რადგან მას აქვს პოლიტიკური мотиваცია და არსებობს იმის მოლოდინი, რომ პოლიტიკური გავლენაც მართლმსაჯულების შემთხვევაში იქნება მაქსიმალური აღნიშნულ საქმეზე და გადაწყვეტილებაზე, მოითხოვეს, რომ მარიდაშვილი ჩამოშორდეს ამ პროცესს, ჯერჯერობით მოსამართლეს გადაწყვეტილება საკუთარი თავის აცილებასთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია.